ჩემ პროფესორი მაშველი ლითაც ძალიან ამაყობ, იმიტომ რომ საერთოდ პროფესორი ძალიან მყავს. ცხოვრება ესე ამეწყო, სულ წყალთან მქონდა კავშირი. 25 წელი წყალთან ვარ, სულ დაკავშირებული. მაგრამ წყალი მიყვარს. სიგიჟები მიყვარს წყალი და ვიცი წყლის თითქმის ყველაფერი. ჩემთვის არ აქვს ნიშნულობა მე ვიქნები წყალზე თუ ხმებ. პირველი დღიდან ვიყავი თბილისის ზღვაზე მაშველი. დგები 6 საათზე, მივდივარ ზღვაზე, მოვდივარ 12 საათზე სახლში. ანუ სულ 24-სიანი გრაფიკში შეიძლება ჩატარდეს რომ მუშაობ. სახლში ყოფილვარ და ვერ გავზრდი და ვიცი რომ ბიჭები იქ არიან და მე მივდიოდი იქ უბრალოდ გული ვერ მიძლევა. მაშველის პროფესია საერთოდ რისკია. ყოფილა ეგეთ მომენტები, მაგალითად ჩემზე ბევრად დიდი გამომიყვანია და ვხედავ რომ ჩემზე დიდია ტანა და მე ვხედავ რომ ჩემზე რომ ვერ ვიზამ მაგას, მაგრამ ყოველ გადავხტარ ვარ წყალში და დამიწყნარებია ჯერ ვაი დამწყნარებას, მაგრამ ყველაფერი იყო 5 რაცი. ანუ იმ მომენტში შენ არ ფიქრობ იმას რომ სულქანია ეს შეძლებ არ შეძლებ, შენ უნდა შეძლო. იმიტომ რომ ზევიდან გიყურებს მერტი და შენ თვითონ მე არ აპატიებ შენ თავს თუ რატო ის მერე კიდე შენ თანამშრომლები. ეს მე ჩემსაც ვიტყვი და მე როგორ ვფიქრობ, ადამიანი უნდა გიყვაროს. მე არ მქონია ეგეთ შემთხვევა, რომელსაც მე ჩავედი წყალში დაზარალების გამოსაყვანად და ვერ განიკეთებია ჩემი გასაკეთებელი. არ მქონია არაფერს. ნუ ზამთარში ძირითადად არის შემთხვევები, რომელსაც თვითმკვლელობის ცდილობები არის ზღვაზე. არის ნასვა მდგომარეობაში შევა. ანუ იგივე გრძელდება, ცოტა მცირე მასშტაბით რა. თუ აი გავიდა ზაფხული, მოვიდა ზამთარი და ჩვენ თავის არანაირად ჩვენ სულ მუშაობ. ყოველ ნახევარ საათში ან 1 საათში, ან ყოველ დღეს გააჩნია საჭიროება თუ ბევრი ხალხია ყოველ ათვე ვამოწმებ როგორ ძნობენ ჩემ მაშველები უსაფრთხოდ თავს რამე ხო არ უჭირთ და ან რამე ხო არ დაუშავდოთ. ეს ხდება როგორც ხმელეთზე პატრულირებისას ვამოწმებ, ისევე ზღვიდან შემოწმებით. ძირითადად ჩვენ ვარ სამაშველო სადგურთან და ამ აპარატით ვეძახით ვინც შორს გადის, იმიტომ რომ როცა შორია ხმა არის მithommen და მაგით ვარუნებთ აპარატით ეს ფარიტი წითელი ტიპია, რომელსაც არ უნდა გადაგვეთოს მოცორა. ანუ არის წითელი ტიპი. ანუ არ უნდა გავიდეს. არის საბანაო ზოლი, თელ პლაჟზე. მე თეროქში სამსახური მიყვარს და მეორე ფული. და შენ თუ გიყვარს შენი პროფესია, უნდა იმყოფი. ხანდახან ბევრჯერ ღამეს არ მიწინია ხოლმე, ხარო პატარა ბავშვი რო გამომიყვანია და მე მინერვიულია. აი ხო ეხლა როგორ არის ხო კარგად სცინავს და ასე შემდეგ. ო, კაი ძნობაა ეგ, მაგრამ მეორე დღეს შენ რომ მიხვალ შენ პოზზე რო დადგები და რო ნახავ მოდის მობაჯბაჯებს და მადლობა ძიას რო გეტყვის, კაი ყოფილი. კაი რამე. ჩემი ოჯახის დამკვირვებელი არის სრულიად დადებითი. იმიტომ რომ იციან რომ მე ხალხშველი და მე მგონი კი არა ამაყობენ, მე რო ეგეთი სამსახური. ყავს 2 და ძმა, მეუღლე და 3 შვილი. ნიკა, ლუკა და ანასტასია. კაცია. ჯუჯუნა. მოსიყვარული არის. დრო არ აქვს გელას რომ ყურადღება მოაქციოს ბავშვებს, თორე ძალიან მოსიყვარული. ძალიან გვიან მოდის ბავშვებს ეს ძინავს განსაკუთრებით ზაფხულში, როცა მოდის უკვე 12 საათი, 1 საათი, დილით როცა მიდის, უკვე ბავშვებს ძინავს ის მიდის და შეში მაგ როცა მიდის ყოველ დღეს სამსახურში მაგ შეში, რამე არ მიდის და მაგ შეში. არ აქვს მაშველობას ვარ ყოფითი მხარე, იმიტომ რომ ვერ იქნება. ჩემთვის არ არის, მე არ ვიცი სხვა როგორ რატო ფიქრობს ეს, როგორ ფიქრობს მე ვამბობ ჩემში აქ რაც ის არ არსებობს ეგ რა ვარ ყოფითი მხარე. ჩემი შვილები დავაყენო ფეხს. ეს არის ჩემი პირველი მიზანი.
რაც შეეხება ჩემ ცხოვრებას, შევცვლიდი, ბევრს ვისწავლით. გარდა იმისა, რომ მაშველი ვარ, ყავს ცეკვის ჯგუფი, რომელსაც ვასწავლით ცეკვას, ჰიპ-ჰოპი, რეპი, აირები. ჯგუფს ქვია Black Stars-ი, სტარა უბრალოდ და საკმაოდ ბევრი წარმატებული კონცერტები და ბევრი წარმატებული კონცერტებში მიუღიათ მონაწილეობა. როცა შემოდის ბავშვი ჩემთან დარბაზში, მე ვიცი რომ ეს ქუჩაში არ არის და რაღაცას ვასწავლებ. ჩემი მოსწავლეები არიან საქართველოს ჩემპიონები ჰიპ-ჰოპში. დიგვაჩი ნაგვასწავლე. ძალიან მომთხოვნი არის თავის საქმეში. ყველაფერი თუნდაც ელემენტარული მომთხოვნი ვარ ყოფილიყო, რასაც მე დღეს ვაკეთებ და რაც ჩემი ცხოვრებას მიუყვები, ამას ვერ გავაკეთებდი და ვერ ვიცეკვდი და ვერ მივაღწევდი ამ დღეს. მოგემზადე თავი დაბა. ფილმის განმავლობაში აშველები განაწილებული არიან. დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე არის ერთმანეთთან დაშორებული და თავისი მუშაობით, თავისი აქციელი, თავისი ხილობით, კულტურით და ადამიანთა მიდგომით აიმსახურა ის, რომ გამყარიყო ფილმძღვანელი ათმეთაური ამ სამსახურით დაევანგელობას მუშაობს ჩვენ და კარგად და ლამაზად. ნებისმიერ შესული წყალში თავს ყოველთვის უსაფრთხოდ იგრძნობს. ბიჭები მუშაობენ 5 იანზე. გარდა იმისა, რომ ნაპირზედ განამტადის კატერები, სკუტერები, ყოველთვის ბლუზებიდან დურბინტები, პლუს უახლესი აღჭურვილობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მთლიანად დავიცვათ ის ზონა, რომელსაც მაშველები იცავენ. ძირითადი არის შეიძლება ნასვამი რომ მოდის ეგრევე ვარ დაინახონ ეგრევე წყალში ცოტა ახლოს რომ მივიდეთ ნახავთ დიდი ასოებით რომ აწერია ბანაობა აკრძალულია მაგრამ ხავს კულტურას ეგ ექსტრიმი სამწუხაროდ და არის ძალიან ცუდი სიტუაცია მაგალითად აგერ ვაშკაცი ეს რა ეგრეა შემოხედავ წავლე შეძლებს დაგვარად იმას მახერხებთ რომ არ გადმოვიდნენ პლუს თუ იღლებიან შიგნიდან ან კატერი სკუტერი მუშაობს თუ დაიღალა დამსვენებელი მიდივართ და გამოყვავს უსაფრთხო ადგილას ანუ ნაპირზე ძალიან კაი რამეა შედოც ადამიანს გამოიყვან წყლიდან და ის თვალებში რო შემოხედავს და შეიძლება ლაპარაკი არის მან თვალებში კიპურებს და გეუბნება უბრალოდ თვალებით რომ მადლობა ადრენალინი გმართებს და ის ადრენალინი გახშობს სავით, მაგრამ ეს კაი გზნობა, ეს ცუდი გზნობა არა, ეს კაია. შენ იცი რაც უნდა გააკეთო და შენ მაგ საქმეს აკეთებ, იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს. მე როცა ადამიანს გადავარჩენ, მაგდობს ალბათ ძალიან ბედნიერი და ყოველთვის ვიქნებ ბედნიერი, იმიტომ რომ მე ადამიანს სიცოცხლე ვჩუქ. იცი რა, მე მაგას ვერ ვიტყვი რომ მარტო მე ანუ მე მყავს ჩემი ბიჭები, რომელსაც მე იმედი მაქვს ჩემი გულისთვის გადებით სიცოცხლეს და მე მაგათ გულისხმობს.